დალი ტუსკაძე თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე ერთ-ერთი პაციენტია. უკვე 8 წელია ჰემოდიალიზის 5 საათიან პროცედურას კვირაში 3-ჯერ იტარებს. ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას მუდმივად გრძნობს და მომსახურების ხარისხითაც ძალიან კმაყოფილია. ჩვენ რა თქმა უნდა ვართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირველი ჯგუფის ინვალიდები. სახელმწიფო ხელს გვიწყობს ჩვენი უფლებების და თავისუფლებების დაცვის რეალიზაციაში. მივესალმებით რა თქმა უნდა ამ სიახლეს, ეს დაფინანსებები იზრდება, რაც ჩვენთვის ძალიან მისაღებია რა თქმა უნდა. მადლობელი ვართ ჯანდაცვის სამინისტროს. რესპუბლიკური საავადმყოფო დიალიზის სერვისის მიმწოდებელი ერთ-ერთი კლინიკაა. ჰემოდიალიზური მომსახურებით აქ თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე 105 პაციენტი სარგებლობს. კლინიკაში ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება ჰემოდიალიზის დაფინანსების ტარიფის ზრდის შესახებ მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. მომსახურებაში შედის ასევე ლაბორატორიული კვლევები, რა თქმა უნდა, ექიმის კონსულტაცია სისტემატიური და ის რო ხა რა თქმა უნდა, რომ თანხა ემატება, როგორც გავიგეთ, მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიული კვლევები გვაქვს, მედიკამენტები ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეს გაუმჯობესება იქნება კიდევ უფრო მეც შევძლებთ პაციენტის გამოკვლევას, კიდევ უფრო მედიკამენტების შეძენას და არ ვიქნებით შეზღუდული პაციენტის მომსახურებაში. ჰემოდიალიზის დაფინანსების ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო. მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრის მონაწილეებთან ერთად დიალიზის სერვისის სატარიფო პოლიტიკა, ხარისხის კონტროლისა და ჰემოდიალიზის პროგრამის მიმდინარეობის საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო ასევე სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს. განსაკუთრებული ყურადღების საგანია თირკმლის სამკურნალოდ არსებული პროგრამები, რომელიც სახელმწიფოს აქვს და ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ინტერესის საგანია, რომ ეს იყოს ერთის მხრივ ყოველთვის მზარდი, გაუმჯობესებადი და რაც შეიძლება მეტად დახვეწილი პროგრამა. პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნითა და პაციენტის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების წარმომადგენლებთან აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. დაისახა სტრატეგიული გეგმა, რომლის თანახმად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მიწოდებული სერვისების ხარისხი, პაციენტების მედიკამენტებით მომარაგება, მათი დიაგნოსტიკა და შესაბამისად მოხდა ტარიფის გაზრდა, რაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს დიალიზზე მყოფი პაციენტების გამოსავალს. დიალიზის პროგრამის გაფართოება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც პაციენტებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.